როცა ინდომებ ადამიანს, როცა გინდა მართლა გააკეთო და თავისუფლება მოუტანო შენს ქვეყანას და შენ შვილებს, მაშინ თავსაც გადადობ და ყველაფერს გააკეთებ. ისე არაფერი არ გამოდის, ლანგარზე არავინ არაფერს არ ავაკეთებს. მე ვარ დარეჯანი ცხვიტარია, თავისუფლებისთვის მებრძოლი. უკვე მე-6 თვე დაიწყო, რომ აქცი ვარ. აი აქ რო დავდიოდი აქციებზე, ახალგაზრდებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სადღეღამისო აქცია უნდა გაგვეკეთებია და იმ დღიდან შეუერთდი მე აქციას და ვარ. მე მაგალითად მზადავარ ჩემი სიცოცხლეც გავიღო, ჩემი შვილების და ჩემი ქვეყნის მომავლისთვის. სხვანაირად მე არ მიღირს ცხოვრება. აი ესეთ გარემოში, აი ესეთ მონურ გარემოში შვილებს ვიცავარ სიკვდილი მირჩევნია ასეთ სიცოცხლეს. და ვიყო მე ის, რომელიც შეეწირება ამას ყველაფერს. აი დღესაც ეხლა აქედან პირველ საათზე მომაკითხავს მანქანა და მივდივარ საოპერაციოდ. დღეს უნდა გავიკეთო ოპერაცია. 3:30-ზე. 2 თვეა რეაბილიტაციის მძიმე პროცესი, მაგრამ 2 კვირა განსაკუთრებულია და აი ეს განსაკუთრებულ 2 კვირას როგორმე გაუძლებ, ხა ჩემი გაძლება იქ ცოტა სხვანაირად ჩემი სულს აკტოვებდა. იქ ვიქნები მარტო. რატომ მივდივარ საოპერაციოდ? იცით, რომ ახალგაზრდა ბიჭი სცემდა 8 პოლიციელი და მივარდი გამოვგლიჯე ხელიდან. ეს ბიჭი ხელი არ გაუშვი ამ ბიჭს და პოლიციელმა კრა ხელი წამაქცია. ჯერ ეს ბიჭი წაიქცა და მე წავიქეციმე და ეს მხარი მოტეხილი მქონდა. და ამ წაქცევის ტრამვა გამომივიდა თიაქარი. დაზარალებულად მცნეს, მაგრამ წელიწადზე მეტია გასული და არაფერ შედეგს არ ვხედავდა. ერთ რაღაცას სიტყვას რო შეუბრუნებენ პოლიციელს და იმას პარლამენტარს, უკვე ციხეში მიყავდა. იმხელა ტრამვა მომაყენეს, ახლა უკვე საოპერაციო ვარ კალი. ეს ვითომ არაფერი არ არის, ჩამოდებულია თაროზე და უყურებენ. თავისუფლება გიორგი ნეფარიძეს. თავისუფლება. საკუთარ თავზე ფიქრი უნდა გადავიტანოთ მეორე ხარისხოვნად. სვიადი და მერაბი ყოველთვის იტყოდა, რომ თუ ეროვნულ მოძრაობაში საკუთარი თავი დააყენე ეროვნულ მოძრაობაზე, მაღლა იქ არაფერი არ გამოვა. ეროვნული მოძრაობა უნდა იყოს საკუთარ თავზე მაღლა, აი მაშინ გამოვა ყველაფერი. ძალიან ბევრი ადამიანი ამოდის აქ ჩემს გასამხნევებლად. ძალიან ბევრი ადამიანი აქ ქეციხრის ჩემს წინაშე და უდიდეს მადლობას პირიქით მე ძალიან უხერხულად გზნობ თავს, იმიტომ რომ მე ვალდებული ვარ ჩემი შვილების მომავლისთვის ვიბრძოლო. შვილი მარტო გააჩინო და გაზარდო არ არის ყველაფერი. შვილისთვის ყოველთვის უნდა იბრძოლოს დედამ და მშობელმა, რომ მისი ნათელი მომავალი შექმნას და მე ეს ვალდებულება მაქვს ჩემი შვილების წინაშე და აუცილებლად შევასრულებ ამ ვალდებულებას. ეს არის დიდი ბედნიერება, როდესაც გადაიკეთება და ხალხი რომ მოდის. და ხდება კომუნიკაცია ხალხთან, ეს ყველაზე დიდი ბედნიერება. იმედებს ერთმანეთს რომ აიმედებს. ხო გვეშველება, აუცილებლად გვეშველება, რა თქმა უნდა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ყოველთვის მოყობას შედეგი. თუ არ შევწყვიტავთ იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეწყვეტას არავინ არ აპირებს. თუ პროტესტი შეწყვიტეს და ხელი ჩაიქნა ქართველმა ხალხმა, მაშინ დავრჩებით მონებად და აი ეს არ მოხდება, ერთი წამითაც არ შემიძლია ეს დაუშვა. არა, ჩვენ მონობაში გადიდკაცებულს სიკვდილი გვირჩევნია ბრძოლაში. ეს ჩვენი დევიზია და ასე რომ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და ეს საქმეც მივა ბოლომდე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. საუკეთესო ნაწილი ციხეში სხედან ბავშვები, რა დააშავეს იმ ბავშვებმა? რა დააშავეს? სამშობლოს სიყვარული და არის დანაშაული. პოლიტიკური პატიმრები, ლიდერები თითქმის ყველაზის ციხეში. მზია ამაღლობელი. თურმე სილა გააწვნა იმისთვის, რომ შეურაცხყოფა მიაყენას თვითონ მზია ამაღლობელს და ესე იგი მზია ამაღლობელს თუ შეურაცხყოფა მიაყენას, არაფად არ ითვლება და მზია ამაღლობელმა თუ პასუხი გასცა იმ შეურაცხყოფაზე, ესე იგი 9 წელი და 7 წელი უნდა იჯდეს ციხეში. ეს არის ამათი სამართალი. აი ამიტომ ვამბობ, აი ასეთი უბადრუკი ხელისუფლება, ასეთი მტერი საქართველოსი არასდროს არ ყოლია საქართველოს. მაინც მჯერა. ყველაზე მეტად მჯერა რომ მოვიგებთ ამ ბრძოლას. აუცილებლად. აი მივა იქონდა იმ კონდენციამდე ქართველი ხალხი და აი იქ ზოგიერთები რომ კიდე ვიტყვით რომ ეს კოცობა დაავადებაა, მაგრამ იქაც არიან ხალხი რომელიც მიხვდება რომ სამშობლო მაინც ყველაზე მაღლა დგას ამ ქვეყნად და სამშობლოზე დიდი ჩვენ არც ერთი რო არა ვართ. და გონს მოეგება და მე ვფიქრობ რომ ისინი შემოგვიერთებიან. აი აქ რაც დავიწყე სიარული თუნდაც სანამ დავждდებოდი აქ სულ ფიქრობდი რომ ჩვენ ვართ სამდიმართლები. ღმერთი არის სიმართლე და ღმერთი არის სიყვარული.
აი ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ღმერთი არ მიგვატოვებს და ნამდვილად ვიცი რომ გავიმარჯვეთ. აუცილებლად. სამართალი თავის გზას აუცილებლად მოძებნის. ურმით მოდისო ნათქვამია სამართალი და მოდის უკვე გვიახლოვდება. ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებ, ჩვენ ამ მომს აუცილებლად მოვიგებ. აი სიკვდილის ნამდვილად არ მეშინია, მაგრამ ერთი რაღაცის მეშინია რომ ისი არ მოვკვდე, აი ამ ქვეყნის დარდის საფლავში მიმყოფოდეს. აი ეს არ მინდა. ეხლა მომხნევებენ, გარიჯან არაფერი ოპერაცია რა, არ მაინტერესებს როგორია ოპერაცია. მარტო ერთი რამ მაინტერესებს, მარტო ერთი რამ. ჩემი ქვეყნის დარდი, ამდენი ხანია ვბრძოლობ. მე მგონი უფალო რა ვიცი, ეხლა უფლის გადასაწყვეტია ეს, მაგრამ მაინც ოდნავ მაინც ალბათ მეკუთვნის ის, რომ დალაგებული ქვეყანა იყოს, მე თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობდეს ჩემი შვილები, ღირსეულად იდგეს სადარაჯოზე ეს ქვეყანა დემოკრატიის და მე თუ გინდა მეორე დღეს მოვკვდე. მაგაზე მე არც ვიდარდებ არაფერი, რომ ვიტყვი ჩემს სიტყვას, რომ რაღაცა მაინც ხო გამიკეთებია ამ ქვეყნისთვის. არ მინდა დარდი ჩამყვეს საფლავში.